იაპონიის მთავრობის დახმარებით თბილისში გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. რამდენიმე დღეში საავადმყოფოში უკვე ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება იქნება შესაძლებელი. საავადმყოფოში ფუნქციონირებას დაიწყებს საოპერაციო და მაღალი კლასის პალატები. კლინიკა დღეს იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა. კლინიკას ბოლო 15 წელი არ ჩატარებია რენოვაცია. იაპონიის გრანტით შესაძლებელი გახდა კლინიკის აღჭურვა და დამფუძნებლების მიერ, როგორც გვეხედავთ, შეიქმნა შესანიშნავი პირობები იმისათვის, რომ განხორციელებული იქნას მაღალი პროფესიული სტანდარტებით პაციენტის მომსახურება. ამ პროექტის ფარგლებში იაპონიის მთავრობას და ხალხს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ქართველების მიმართ მადლიერება გამოგვეხატა. საქართველოს ნამდვილად დიდი დახმარება გაუწია სტიქიური უბედურების დროს ჩვენს ქვეყანას და ამიტომ ჯანდაცვის ამ სფეროში ჩვენი ხელსაწყობა მართლაც მნიშვნელოვანია. ამ კლინიკას ჩვენ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები გადავეცით. ეს მართალია ძალიან მცირე მასშტაბიანი პროექტია, მაგრამ ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო თანამშრომლობით გავაძლიეროთ ქვეყნისთვის სტრატეგიული პედიატრიული სამსახურების შესაძლებლობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაფართოვებთ თანამშრომლობას ჯანდაცვის სამინისტრო და იაპონიის საელჩო დედათა და ბავშვთა სამსახურების გაძლიერებისთვის.